ჩვენ საყვედურობენ ხოლმე თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა რაღაცა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისათვის რომ წარმოეჩინათ საპატრიარქო თითქოს დააპირისპირებულია მათთან. მე გეტყვით პირველ რიგში გეტყვით რომ ესე იგი პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი რომ სუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის ზია ამაღლებელთან დაკავშირებით ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან, ერთხელ მეუფეშიო უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა საკითხს მსვლელობა. ჩვენ ახლა ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რაღაცა პოლიტიკური პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ და რაც შეეხება იმ ღამეებს, როდესაც ეს ხდებოდა, ყოველ ღამე ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშვეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალხი, ვინც დაზარალებული იყო, თქვა ცრემსადენი გაზით და წყლით და ბევრი კადრებია ამის შესახებ. მამები თავად აწვეთებენ თვალში, აწვდიან რაღაცა წყალს, ტაძარში იფარებენ, ეზოში პირდაპირ ესე ჯაჭვად იდგნენ მამები და რა თქმა უნდა ამას ითვალისწინებდა მე სპეცრაზმიც და იქ არ შედიოდნენ და მამების უკან ვინც შედიოდა ეს პროტესტის მონაწილეები ყველანი დაცულები იყვნენ აბსოლუტურად. ბევრი რამ კიდევ კეთდება თქვათ მამაო ახსენა ციხეებში დაორგანიზებული გვაქვს 30-მდე სასულიერო პირი არის რომელიც დადის ციხეებში.